კაჭრეთის ამბასადორში აფხაზეთის თასზე საცხენოსნო შეჯიბრი დაბრკოლებათა გადალახვა გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს საცხენოსნო ხალხური თამაშობების განვითარების ეროვნული ფედერაციის ინიციატივით და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი მხედრებიც მონაწილეობდნენ. საცხენოსნო შეჯიბრს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია ესწრებოდა. საპრიზო ადგილებზე გასულ ცხენოსნებს თასები და მედლები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს თანამშრომელმა გიორგი ბერიანიძემ გადასცეს. საცხენოსნო შეჯიბრის გამართვა მიზნად ისახავს სპორტის ამ უძველესი სახეობის პოპულარიზაციას ახალგაზრდა თაობაში და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. ცხენოსნობა ეს არის ჩვენი ისტორიული და სპორტული მემკვიდრეობა, რომელსაც სჭირდება მხარდაჭერა. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენი აფხაზეთელი მხედრების მხარდაჭერას და აფხაზეთის კლუბის მომავალ შეჯიბრებებში. ეს შეჯიბრება არის, რომელიც ტარდება კაჭრეთის ამბასადორში, უკვე ტრადიციული მეხუთეჯერ ტარდება. უკვე მესამე თაობის აფხაზი მონაწილეები ყავს და ძალიან საამაყოა, რომ ასე ამ ძირძველ სპორტს ასეთი გულისყურით ეკიდებიან. აფხაზეთის სახელით ასპარეზობ პირველად. დღევანდელი შეჯიბრი ძალიან კაი იყო. ამ ცხენით იყო ჩემი პირველი შეჯიბრი და ძალიან ყოფილი. მინდა რომ ამ ცხენით ბევრი წარმატება მივაღწიო კიდე სხვა ცხენებიც და უფრო წარმატებული გავხდე ჩემს სპორტში.